გამარჯობათ ჩემო მეგობრებო, მე დღეს ვიმყოფები ახმეტაში, ქალბატონ სანათასთან, მარან ლაგვანში. სადაც მე დამხვდა ძალიან დიდი მრავალფეროვნება ჭაჭის და ჭაჭის ნაყენებისა, რაზეც მე და ქალბატონი სანათა ერთად ვისაუბრებთ და გავარკვევთ აი ამ ფერთა გამაში, აი ამ სილამაზეში, ვინ რა არის, ვის როგორი არომატი აქვს, როგორი ხასიათდებიან და ასე შემდეგ. მარან ლაგვანი არა მხოლოდ ჭაჭას, ძირითადი მისი საქმიანობა არის ღვინის წარმოება, ჩამოსხმა, რეალიზაცია, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აკეთებენ ერთ-ერთ საუკეთესო ჭაჭას და აქვთ ძალიან დიდი მრავალფეროვნება ჭაჭის ნაყენის. და თქვენთან ერთად გავარკვევ ახლა ამ ყველაფერს როგორ აკეთებენ და რას აკეთებენ. გამარჯობა. სულ უსმენთ თქვენს გადაცემებს. ფაქტობრივად რამდენჯერმე ხედავთ და მით უმეტეს რომ გელოდებოდით თავიდან კიდე გადავხედეთ ძალიან ბევრს და ცოტა ისეთი შიშიც კიდე მიჩნდა, იმიტომ რომ ისეთ ადამიანებს შეხვდით თქვენ, ისეთ ადამიანებს ესაუბრებთ ჭაჭაზე რომ რაღაცნაირად ვიყავი. არა, ის არის. აი ახლა მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ როგორ იწყება ამათი ისტორია რა. ან ზოგადად თუ გინდა ლაგვანის ისტორიით დავიწყოთ, თუ გნებოთ კონკრეტულად ამ გემრიელობების ისტორია. კი ბატონო, მაშინ აი ამათი უშუალოდ ჭაჭაზე დავიწყოთ, ნახეთ ღვინის დაყენება რო დავიწყეთ უკვე. 6 თვე ვაჩერებთ სულ ჭაჭაზე, 6 თვის მერე ხსნით ამ ჭაჭადან, გადაგვაქვს ახალ ქვევში და ღვინოს ვაყოვნებთ 2 წელზე მეტი ქვევში. და ნახეთ მე ვთვლი რომ 6 თვე 2 წლამდე არას ხავთ? არა, არც ერთ შემთხვევაში. რადგიშიც არ გინდა იყოს, უნდა გასაგებად. 2 წელი არის ქვევში. და ნახეთ ვთვლი რომ თუ 6 თვე ჭაჭაზე აჩერებ ღვინოს, ხო? და მერე გამოპრესავ და უკან დაასხავ იმ ღვინოს გამოპრესოს რა მაგას ვერ ვიგებ. არ ვიცი ახლა ამ შემთხვევაში მეღვინე თქვენ ბრძანდებით, ხო? არა, რეზო მეღვინე ყავს, მაგრამ მე და რეზო ერთობლივად და ბოლოს გამოგვივიდა ის რაც გამოგვივიდა. და ნახეთ რომ ვიღეთ ეს ღვინო გავპრესეთ, მსუბუქი პრესი გავუკეთეთ და ეხლა ყველა მიცის აბსოლუტურად რომ როცა საოჯახოდ აკეთებ ხო, ესეთი ხის პრესები გვაქვს ყველას, ის ისეთ რომ ფიგურებით როგორც კი მოდის წამოვიდეს, რომ დამთავრდა იმის მერე დაგეჟანგებ, ამას ვერაფერში ვერ გამოიყენებ. ნუ, ჩემ შემთხვევაში ვიყენებ ძირითადი ღვინისთვის. ეს ღვინო უკვე რომელი წელია? ეს არის 2018 წელი. 2018 წელი. 2018-ში არ გამოვხადა ეს ჭაჭა, მაგრამ 19-ისთვის უკვე დამიგროვდა ღვინო რაღაცა გარკვეული რაოდენობა, რომელიც ჭაჭიდან გამოვპრესეთ. 19-ში უკვე გამოჩნდა, მოდი გავაკეთებ ჭაჭას გამოვხდი, რაღაცა ჩემეცოდა, ხო? და რო გამოვხადე ეს ჭაჭა, თან გაზზე ვხდი მე თვითონ და ანუ ამ შემთხვევაში ჭაჭის გამოვხდელი თქვენ ხართ? კი, რა თქმა უნდა. მაგას ცალკე. ეს ჭაჭა გამოვხდა. მე გაზზე აუცილებლად ის რომ ნუ ტემპერატურა თანაბარიდი ხო? ძალიან ბევრი წავიკითხე. ისედაც ნუ კახეთში ოჯახი არ არის, ვინც ღვინოსთან ჭაჭასთან შეხება არ ქონიყო, მამას უწასულიყო საქართველოდან და ისედაც საქმესთან შემხება და რომ გამოვხდა ეს ჭაჭა. მე თავიც მოვაცილე ბოლოს როგორც წესი. მესამედ უკვე წამოვიღე და ეს ღვინო დავასხე. მესამედ გამოვხადე უკვე. ანუ ორჯერ გამოვხდით ჭაჭას, მესამედ აბრუნებთ ქვაფში და უმატებთ ღვინოს. იმ ღვინოს რომელიც გამოვპრესე და არ ვიცოდი საწამეღო 2018 წლის ღვინო. და აი მესამე გამოვხდაზე რატო ჩდება ეგ იდეა რომ მესამე გამოვხდაზე დავაბრუნოთ და არა თავიდანვე. ნახეთ, ეხლა ძალიან ბევრს მოწონს. ანუ რაღაც არომაც ეძებთ თქვენ. ნახეთ ეხლა მე მესმის რომ ჭაჭას იმიტომ ეძებს ადამიანი რომ იქ ჭაჭის სუნი უნდა, ხო? არა არომატი. მე ეს და
ნუ გამოვხადე მეორეც და ყველა მეუბნებოდა რა მაგარი გამოგივიდა. მაგრამ არ იყო საკმარისი. აი არ იყო ის მაგარი, რასაც ამბობდნენ, რომ მაგარია, ხო? და გადავარსა ზუსტ იგივე რაოდენობა რაც ჭაჭა და გასხავდი ღვინოს. და ხდით მესამე. მესამედ ხდიდი უკვე ღვინოსთან ერთად. აი მესამედ რო გავხდი, უკვე ის მივიღე რაც მინდოდა. აი რომ უკვე მოგეწონა. უკვე მომეწონა და მივხვდი რომ აი ეს უნდა მეკეთებინა, მაგრამ ძალიან ცოტა გქონდეს ახლა იცით ხო? ერთხელ ხდი, ორჯერ ხდი, მერე მესამედ და ნუ რაოდენობაში. ეხლა ჩვენ არ ვყედით, ეს გვაქვს მხოლოდ ესე. სიმართლე თუ გინდა, დიდი ქალის გასართობია ეს რა, მაგრად ვერთობი ამ ყველაფრით და გამოვხადე რამდენიმე ეს ჭაჭა და რაღაცები ჩავყარე რაც სახლში იყო, იმიტომ რომ აი ისედაც ვაკეთებდით ხოლმე, ვაყენებდით ტარხუნაზე, კაკლის უღელზე და კიდე რაღაც მქონდა, აღარ მახსოვს და მოვიდნენ. გაქვთ გონი წიფწაზე კიდე ხო, მაგაზე ერთხელ შემოწმებაზე არიან მოსულები ბუნებრივი ასოციაციიდან ბატონი კოჭკოშვილი ჩვენ ვსაუბრობთ და მე აუცილებლად ვისაუბრეთ ღვინოს და გამოვიტანე ეს ჩემი არყები, იმიტომ რომ ჭაჭები თუ ძალიან ვერთობი ახლა და მინდა ვიღაცას გავასინჯო და ხალიკოზე უკეთეს ვის გავასინჯებ და ალეკოს საუბარი იცით და გასაჯა მომიწონა და მითხრა რომ იცით რომ მე კუნელსაც ვაყენებო და კიდე რაღაცები მირჩა და აი იქ დავისწრე. აი მართლა მოვიწავლე. ეხლა მაქვს კუნელი წითელიც და შავიც, მარტო შავი არა. და ეხლა პროგრამაში ჭაჭა თქვენთან. და გიცნობთ მეტი მაქვს კიდე, რომელიც ჯერ არ გამომიტანია ეს კი ჭაჭასაც თუ 2 წელი არ შეუსრულდა. ისე არ 2 წელი усრულდება, თქვათ რამე ნაყენთან ერთად, ჩაყრილთან ერთად თუ ჯერ ჭაჭად დადება? ნაყენთან ერთად. და მე მარტო ეხლა ძალიან ცოტა მაქვს, ხო? არ არის ეხლა ჩემთან დიდი რაოდენობით ეს ჭაჭა, მით უმეტეს სამჯერო ხდი 300 ლიტრიდან სადღაც 60 ლიტრზე ვაყენებ, ძალიან მცირეა. და ეს წელიწადში ახლა ძალიან ცოტაა, ხო, ესე სტუმართან დასაგემოვნებლად და მე დავწერე მინის ქილებში, ზოგში დავამატე კუნელი, ზოგში ანწლი, ოღონდ ნახეთ გითხარით რომ აი სუნოცა ძალიან მაქვს. ძაფრად აღვიქვა. ძაფრად აღვიქვა. ეს და იდეალური, აი საერთოდ სხვანაირი ამბავი არა. ეხლა აი რამდენი ჭაჭა გამისინჯავს, ნუ რამდენი ნაწილი გამისინჯავს, ხო? გამისინჯავს რა, ნუ მივიტან ჭრთან და არ შემიძლია, გასინჯვაც კი არ შემიძლია, მაგრამ აქ ისეთი აი გახავთ თქვენ გაოცდებით. ის არის გავსინჯოთ შეიძლება. კიდევ ერთი რამ მეგობრებო, მე ძალიან გახარებული აღმოჩნდი, რომ ქალბატონ სანათას აქვს აი ჭიქები, სუჭიქებზე ვლაპარაკობთ ხოლმე. აი გრაპაც არის და რა ვიცი, ისიც არის, რა ქვია, სტოპკაც არის, ყველანაირი ჭიქა არის, აქ და ძალიან გამიხარდა, რომ ესეთი ჭიქების აგერ ეს გვაქვს ანწლი. ეს არის ანწლი. ესე იგი თქვენ მუდმივად ატარებთ ექსპერიმენტებს რა. ძალიან ბევრი, აი ხლა გეუბნებით, იცით, იმდენი მაქვს კიდე, რომელსაც ჯერ კიდე მზის სინათლე არ უნახავს, იმიტომ რომ ჯერ 2 წელი არ შესრულებია და კარგით, ჯერ ამ ორს გავსინჯავ, რეები არის ესენი? ეს არის ტარხუნა და ანწლი, მაგრამ ძალიან საინტერესოა, მინდა გაგასინჯოთ დეკა. გრადუსი ყველას ერთი აქვს? კი, ბაზა თითქმის ერთია. ბაზა თითქმის ერთია. ნახეთ კიდე რატო არ გიცდიათ თქვათ, რომ აი ესეთი მრავალფეროვნება, რომ უფრო რეალიზება რატო არ გიცდიათ მის? ეგ მაგაზე გეტყვით. ალბათ იმიტომ, რომ რეგულაციების გამო. კი ბატონო, მაგაზე. ეგ არის ძალიან დიდი. თქვენ ნახავდეთ კიდევაც, ხშირად საუბრობ ხოლმე მაგაზე, რომ ერთი ბოთლიც რო გაყიდო, უნდა იყოს შპს. რა თქმა უნდა. აქციზური მარკა და ასე შემდეგ. ძალიან ანუ პრობლემა არის რა. ძალიან უყვართ ჩემს სტუმრებს, ვინც მოდიან და გასინჯავენ, ძალიან მოწონთ და მე მეუბნებიან, რომ შევიძენ და მე მეუბნები, არა, ვერ შეიძეთ. კარგით. ყველაფერს ნამდვილად ვერ გავსინჯავ. მაგარი თორ წასასვლელი. ეს ახლა რა გვაქვს მაგალითად დავიწყოთ დეკა არის ხო თათუშეთი
ყველაზე საინტერესო კიდე რა არის? თითქმის ყველა ნაყენი რაღაცისთვის არის კარგი. და ამაზე სულ ხალისობ ხოლმე სტუმრებს რო ვაცილებ, ვეუბნები რომ აი ხო გიმკურნალებთ წასვლის წინ. და ჯანმრთელობისთვისაც კარგია. მართლა ისეთია, ძალიან სუფთა რა და აუ, აი რადგან ალეკო ახსენე, მე ალეკოს ქონდა პოსტი Facebook-ზე. რომ კულინარია და ჭაჭა რა. და მე ერთად რაღაცებს წერდით ხოლმე და ათეულის გაკეთება გვინდოდა, მაგალითად რა შეიძლება იყოს ქართული ტრადიციული კერძებიდან ძალიან კარგი შეხამება ჭაჭასთან და ბოლოს ესე შეჯერდა ალეკო, რომ ეხლა ამოვიწერე, აღარ მახსოვდა რა, 8 ისა კერძი. ხინკალი, ხაში, ხარჩო, თათარიახლი, ჩიხირთმა, ბოზბაში, ბუღლამა და მაწვნის შეჭამანდი. მაგრამ ეს არის რაღაცა ძალიან მწირი და დამბალხაჭო. აი ხო და მე ხომ უნდა გადავიდე იმაზე. რა შეიძლება კიდევ ჭაჭას მოუხდით. ან თქვენ სამზარეულოც გაქვთ და ტრადიციული კერძებით ხვდებით სტუმარსაც, ხო? ღვინოში ასე თუ ისე გასაგებია, იმიტომ რომ დიდი ხანია ღვინოს ახამებენ ხოლმე ქართულ კერძებთან და არა მარტო ქართულ კერძებთან და უფრო ის არის ფართო სპექტრი არის ქართული კერძების და ღვინის შეხამების, მაგრამ აი ჭაჭაზე ცოტა ვიწვალეთ რა, რომ აი რა შეიძლება ყოფილიყო და საინტერესო არის თქვენი აზრით. თქვენ უფრო რა მოგწონთ მაგალითად ჭაჭას? ან რა მოსწონთ თქვენ სტუმრებს თუ გაუსინჯავთ და უთქვიათ რომ აი ეს არის რაღაცა ჭაჭაზე რომ ჭაჭასთან რომელი კერძი მიდის კარგად? ნახეთ, სტუმარი რომ მოდის ჭაჭა თითქმის ნაკლებად იციან, ან ძალიან ცუდად იციან ცოტა მიცის ჭაჭაზე და მე ვიწყებთ ამაზე საუბარს. ჩვენთან ძირითადად ხო აი ევროპიდან, ამერიკიდან არიან სტუმრები და ნაკლებად არიან ჭაჭაზე გაცნობიერებულები და როცა ვიწყებთ შეთავაზებას, თვითონ გვეკითხებიან რასთან ერთად არის უკეთესი რა ჭაჭა მიიღო. ხო, ნაკლებად იციან ეს და ჩვენ ახლა მაგალითად ვთავაზობთ ხოლმე დამბალხაჭო, ძალიან ისეთი მით უმეტეს აქ. ოღონდ დამბალხაჭოს ძირითადად მირთმევდნენ რბილარახთან, აი ეს პანტისარახთან რა. ჭაჭასთან უფრო დამბალხაჭო შრალა თუ ერბოში გაკეთება? და ნახეთ, მე სულ ვიხსენებ ხოლმე ბებო იყო ფშაველი და უკანა ფშავში ახატში ადიოდა ხოლმე ყოველ ზაფხულს, ჩვენ პატარები ვიყავით, ჩვენც მივდიოდით. და ისეთი საინტერესო იყო, ესე იგი, იქ ვაყენებდით ხოლმე, ბებო ვაყენებდა მალინის ღვინოს თაში. ანუ მე რამდენი წლის ვარ, ესე იგი, სადღაც ღვინოს, მალინის ღვინოს და დამბალხაჭოს აკეთებდა საოცარს რა და ეხლა თაში არ გიცავს ასაკი. პატარა თუ ხარ, ეგ იმას არ ანიშნავს, რომ შარა შენი წილი საქმე უნდა აკეთო, ასაკი არ გიცავს, იქ ყველა რაღაცას აკეთებს და ძალიან ბევრი საქონელი ყავდათ და ისა მე ვაპროტესტებდი ამ ხაჭოს გაზელვას რა, დამბალხაჭოსთვის და ბებო მეუბნებოდა რომ აი ხაჭოს რო ჩამოხსნიო და გვერდზე მისდებო თან ცოტა ფშაურად. იმ ხაჭოს გამახაჭო არ უნდა გააკეთო და ესე ქონდა ხოლმე ძობანები, ლასტები, ზოგზე იბოლებოდა, ზოგზე შრაჩი გარეცხილი შრებოდა, ზოგი ჩრდილში უკვე ქოთნისთვის შრებოდა და აი სტუმრისთვის ცალკე ქოთანი ქონდა რა, აი ღვინო ცალკე ქონდა, რასაც ჩვენ იქ მთაში ვაყენებდით, მაგრამ აქედან რომ ამოგვაკითხავდნენ, ბებოსთვის აბსოლუტურად ამოტანილს არაფერს ფასი არ ქონდა ჭაჭის გარდა და ის ჭაჭაც ჭირდებოდა სტუმრისთვის. ძალიან საინტერესო ამბავს ყვებით ახლა, რადგანაც დღემდე არის კიდე შემორჩენილი მთაში, ზოგადად მთან შემოინახა ჩემი აზრით ჭაჭა და ჭაჭის კულტურა და ხილის არყის კულტურა, იმიტომ რომ მაგალითად ხატობა არის თუ რაღაცა არის ხოლმე, იქ მიირთმევენ რა, არახს მიირთმევენ, ანუ რიტუალური, რელიგიური დღესასწაულების დროს ჩვეულებრივად მიირთმევენ იმას, რა ქვია და ბარში ეგრე არ არის. ბარში ღვინო არის რა და აი ის არის რომ ასატანათაც რთული იყო, იმიტომ რომ ცხენით უნდა წასულიყავი. ბარგის ეხლა ყველაფერი გამარტივებულია, ხო? ნუ აგერ იყო თითქმის ყველგან მანქანით მიხვალდა. მე ისე დროზე გესაუბრებით, მაშინ კიდე რთული იყო. ახლა ცხენით უნდა ასულიყავი, ისე ვერ ახვიდოდი.
და იქ ახლა ღვინო ლიტრობით თან არავის არ უნდა ხო მეცხვარე გამოივლი და ძირითადად ეს მონადირე იყო ან ვიღაც და ისინი მათაც თავისი მოქონდათ რა ნანადირები მოქონდათ და ძალიან საინტერესო იყო ხოლმე ეხლა სულ ხდება ამაზე საუბარი აი აღსაკეთებდა ხოლმე მონადირებისაც ძალიან ბევრ ამეს რა იქ და აი ეს ახლა თქვენ რასაც მიყვებით ამ ყველაფერს აღდგენა არის დღეს შესაძლებლები ამ კერძების თქვათ ხო აი არ ვიცი იცით კიდე საწყენი რა არის დედას ყავს არც ერთი არ გავს ბებოს რა ხო იმიტომ რომ თაში რო ვიყავით სულმიკოს აი დილით არ ეზარებოდა ადამიანს არ ვიცი როგორ ახერხებდა მაჭკატებს გვიცხობდა ხოლმე და მე სულ ვაკეთებ ბებოსნაირ მაჭკას გორდილას გვიკეთებდა ის გავიდოდა სადღაც ჭინჭარს მოკრებდა ხაჭოში აურევდა და საოცარი ამბავი იყო რა ისეთი გემრიელი იყო ეს მისართული რა თქმა უნდა გემრიელი იქნება და თან ხო ეს ხო ჩვენი კერძი არის კი და თან იცით კიდე რა იყო საინტერესო ეხლა ამ გადასახედან ვფიქრობ რომ მე გავუშვებდი თუ არა ჩემ შულს მთაში ბებოსთან ხო აი ცხენით უნდა ახვიდე არანაირი კომუნიკაცია და სულ მინდა გავიხსენო ერთი დღე მაინც უდის გავხდით ცუდად რა რომ აი დედას უთხრა რატო გამიშე ხო და არც ესეთი შემთხვევა არ მახსოვს რომ ძალიან კარგი მახსოვნება მაქვს და მე მივდიოდით ხოლმე რა სულ იყო კრებდით თავშავას იმას რა ქვია კრაზანას ბექონდარა იყო მილიონი ჩაები იყო რა დეკა იყო შალშავი მოქონდა მე და ჩემი და მდინარის პირას მარწყობსაც ვაგროვით და ბებო ნაწილს გვახმობინებდა ხოლმე ესე ძაფზე ასხმოს და საღამოს ამ ყველაფერს მოაგროვებ და ჩაის დაასხავ და ვსვავდით და გვირილას აი ხლა ამ გადასახედან ხვდები რომ ისეთ რაღაცებს გვასწევდა და გვაჭმევდა ნუ გამორიცხული იყო ცუდად გამხდარიყავი რა და ეს ჭაჭა იქ იყო აი ოქროს ფასი ქონდა ჭაჭას მე მგონი რომ თანდათან კიდე მიეცემა ქართულ ჭაჭას ოქროს ფასი იმიტომ რომ რაღაცნაირად მიივიწყეს თითქოს არ ვიცი ხა მთაში რა ხდება იმიტომ რომ კარგად არ მომიკითხავს ხატობაზე დღეს რა ხდება ალბათ მიირთმევენ მაგრამ აი ბარში და აი ქალაქში მაგალითად ხო მივიწყებული იმიტომ რომ ბევრი სასმელი არის ბევრი სხვადასხვა ჯიშის სასმელი არის ხვდებით ეხა მთაში ალბათ არ იყო იმდენი სასმელი რამდენიც ბარში და რა თქმა უნდა ხო და რაც ადიოდა ის მართლა ძვირფასი იყო რა ტიკით უნდა აგეტანა რა და მაგრამ ეხლა მოდის დრო რომ დაფასდეს და დაუბრუნდეს ძველი დიდება და რა თქმა უნდა ჩვენ სწორედ იმიტომ საუბრობთ რომ აი ესეთ თქვენნაირ ადამიანებს ვინც ექსპერიმენტებს ატარებს ექსპერიმენტის ჩატარების გარეშე ჩემი აზრით არ გამოვა არაფერი რა ეს არის აუცილებელი პირობა რომ ჩვენ რაღაცა კარგი გავაკეთოთ იცით რამდენი რამე არ გამომევიდა ხო ახლა აქ რო გონია ჩვენ რომ ესე ეგრე არ არის არა ხო ამაზე არ ვსაუბრობ ხოლმე მაგრამ აქედან ძალიან ბევრი რამე არ გამომევიდა ბევრი რაღაცა მოსინჯე და არ გამოვიდა მაგალითად ხმელი რაღაცები ნაყენი ვარდი გამოდის ვარდიც მაქვს კი გაქვს ხო ვარდიც მაქვს ეზოს ვარდი და მე მაგას დავამატეთ ასკილის ფურცლები გაყვავებული და უფრო მეტი არომატი რო ქონიყო მაგრამ მაინც მსუბუქია 2 წლის დაყოვნების შემდეგ ვარდსაც უკვე მოაქვს თავისი რაღაცა სხვანაირის არბილებს რაღაც კი არბილებს და აი აქრო სინჯავენ ხოლმე თქვათ ვარდს ან ნებისმიერ სხვას მოსწონთ ეს პროდუქტი. ძალიან. აი მე სიმართლე თუ გინდათ მე და რეზოს უკამათობთ ხოლმე. უკამათობთ არა ხალისობთ ამ ყველაფერს რეზოს მეუბნება რომ ეხლა შენი ჭაჭა არ გამოიტანო. იმიტომ რომ რეზოს პრეზენტაცია აქვს თქვა ღვინის მე ვიწებ ჭაჭით და ამაზე ხალისობთ ხოლმე და მყავს ტუმრები, რომელიც სპეციალურად, ტურები კომპანიებთან ურთიერთობ და იმათმა იციან ხო, რომ მე რას ვთავაზობ სტუმარს. მყავს ძალიან ბევრი სტუმარი, რომელიც უშუალო ჭაჭისთვის მოდის ჩემთან. ეს რა კარგია. და აი შეიძლება ღვინო ზრდილობის გულისთვის გამისინჯოს, მაგრამ გადავიდეს და ჭაჭა რამდენიმე გასინჯოს რა. აი ძალიან ბევრი სტუმარი მყავდა. არა, ეს ძალიან კარგი არის და კარგ ტენდენციას აჩვენებს თუმეტეს ქართველები არიან მაგ ადამიანებში, ვიზეც თქვენ საუბრობთ, ცოტა ეჭვმეპარება, მაგრამ ხო, უცხოელები იქნებიან, თუმეტეს ძალიან სასიხარულო იქნება, რომ ქართველებმა ძალიან მოწონთ. ძალიან. დეკა. აი ნახეთ, არომატიც. ძალიან სასიამოვნოა ეს, მართლა ძალიან სასიამოვნოა და თან იცით რა არის, რომ
ხშირად საუბრობ ხოლმე ამაზე, რომ რატომ არ არის ერთ-ერთი მიზეზი პოპულარული წარმოუდგენიათ ძიმე დასალევი რა. ხო. აი თქვენც ხო ეგრე წარმოგედგინათ, ეხლა ხო თქვენ. მაგრამ რაღაცეები რო გააკეთეთ, ხო აღარ არის ძიმე დასალევი. ხო სასიამოვნო გახდა. ასე შეიძლება გავახადოთ ჩვენ ჭაჭას სასიამოვნო დასალევი. თქვენს მარანს გაუმარჯოს, თქვენ გაგიმარჯოს, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და მე გამიხარდება რომ მომავალ წელს არა 22, არამედ 122 ნიმუში გქონდეთ და სულ წინსვლა გქონდეთ და ღმერთმა კარგად გამყოფოთ თქვენ საქმეში და ბედნიერი ადამიანები ბრძანდებით რომ თქვენს კერაზე აი საყვარელ საქმეს ეწევით და გიფასდებათ კიდევაც. გაუმარჯოს ლაგვანს. გავსინჯოთ დეკა. რა ძალიან სასიამოვნო არის. კი, აი, იცით კიდე რა არის. აი როგორ თავი. არა, ესენი აუცილებლად უნდა გასაღდეს. აი კიდე ბოდიში ერთ სანამ გავაგრძელებთ საუბარს, კიდევ მინდა აღვნიშნო ერთი რამ. აუცილებელი არის ესეთ პატარა მეწარმეებს ხელი შეეწყოს სახელმწიფოს მხრიდან. კერძოდ უნდა მოეხსნას ჩემი აზრით, ან გაუნულდეს აქციის გადასახადი, რადგან მათ მაინც ბევრი არა აქვთ და არ დააქცევს ქვეყანას ასეთი სასმელების უაქციზოდ გაყიდვა. სამაგიეროდ ხელს შეუწყობს ადგილობრივ პატარა მწარმოებელს. ასევე არის ძალიან აუცილებელი, რომ არა შპსუთი, არამედ მცირე მეწარმით ან ინდ მეწარმით შეძლონ ადამიანებმა ასეთი სასმელის გაყიდვა. ეს ორი პირობა თუ შესრულდება, ძალიან დაეხმარება პატარა მეწარმეებს. ჩვენ აქ საუბარი არ გვაქვს ქარხნებზე, რომლებიც მილიონობით ბოთლს აწარმოებენ. იმათ შეიძლება დაუდოთ აქციზი, მაგრამ შესაძლებელია შეთანხმება ისე, მაგალითად, ვინც წელიწადში 10,000, 20,000 ბოთლზე მეც არ აწარმოებს, ისინი განთავისუფლდნენ ამ ძიმე პირობებისაგან. ხო, მცირე მეწარმე არ ამგონია შეძლოს 10,000 ბოთლის ჭაჭის წარმოება. ხო, 10,000 ბოთლი არის ძალიან რთული. რამდენი უნდა წარმოუდგენელია რა. ეხლა მცირე მეწარმე, ხო ჩვენ წელიწადში 10,000-მდე ბოთლს ვაწარმოებთ, ხო? 10,000-მდე ბოთლი ჭაჭა წარმოუდგენელი. სხვა მასშტაბია. აი 500 ბოთლიც არის კიდე მაქსიმუმი რა. მე ეხლა ესე იგი თქვა დაინტერესებული რო ვიყო ბოდიშით და მე გვაწარმოო, იმიტომ რომ თქვა მომიხსნეს, აი 500-იც არის ისეთი ამბავ წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ცოტა არა. ხო და ხო ხელი შეწყობა არის. რა თქმა უნდა. ნახეთ, მარტო ჩემი ხელი შეწყობა კი არ, მე მყავს ქალბატონები, ვინც მიგროვებენ მაგალითად ასკილს, კუნელს. რა თქმა უნდა, იმათთვის. და იმათთვისაც რა, ესე იგი ნაკლებს კი არ შეუკვეთავ, ხო? და ვეტყვი რომ ამდენი კილო კი არ მინდა, ორჯერ მეტი მინდა. მერე ნახეთ, ჩემთან მოდიან ესეთი აი ელკანაზე მინდა გითხრათ, რომ საოცარი ადამიანები არიან. რამაძე გაცილებით მეც უნდა საუბრობდნენ, სანამ საუბრობდნენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ ამ ქვეყანაში. რა ახლა რო შეხედო, ხო, ქრისტიანობს, რომ არის პურიო და ღვინო და ჩვენ პურღვინო ვართ რა. მეტი არაფერი ქართველობა. ხო, იმდენი ჯიშის ხორბალი გვაქვს და იმდენი ჯიშის ყურძენი გვაქვს, რომ ხო, და ნახეთ, ძალიან მართლა კარგ საქმეს აკეთებენ. მაგათ რამდენჯერმე მოიყვანეს ჩემთან ესეთი მცირე მეწარმეები, ვისაც უზიარებდი ჩემს გამოცდილებას, ხო? ეხლა შეშინებული ადამიანი გეუბნება რომ აი როგორ დაიწყე შენ რამდენით დაით ფული რა გქონდა როგორ გქონდა ეს ყველას აინტერესებს სხვადასხვა ისეთ შეკითხვებს გისვავს რომ მე არა მაქვს პასუხი იმიტომ რომ მე არ დავიწყე ეს ბიზნესისთვის ძალიან სპონტანურად დავიწყე რა აი რაღაცნაირად რომ დავიძინე და მივხვდი რომ ხვალ მამა საერთოდ უნდა გაქრეს ხო სახლიდან რაღაცნაირად იმისი ნივთის რომ ნახოთ ვენახები არაფერი განსაკუთრებული მაგრამ ნუ რაღაც ხო არის ბმა რა მამასთან და მივხვდი რომ არ შემეძლო გავყიდე ვიყიდე ყურძენი ჩავაბარე ზესხი დავიმატე ვიყიდე ქვევრები ძალიან დიდი ამბავი იყო სახლში მაგას. მე საერთოდ ეს გავაკეთე დაუგეგმავად. რომ დამეგეგმა შეიძლება შემშინებიყო. მე სულ ვეუბნები ყველას ამას რა. რომ დაუნჯდარიყავი და გამეთვალა, დაგვეთვალა ხო ოჯახს მე და ჩემს მეუღლეს. შეიძლება გვითხოვ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ და ზუსტად ვიცი რომ ასე გავაკეთე. ხო, მაგრამ აი თქვენ შემთხვევაში იცით კარგი რა არის? გაამართლა თქვენ შემთხვევაში. ყველა შემთხვევაში გაამართლა. აი ეგრე არ არის. მე ვიცი ადამიანებს გაუკეთებიათ და ვერე
ყურჩამოყრილები. არა, მე იცით რა მგონია, საერთოდ ეს გვაქვს ქართველებს რა. მგონია რაღაცას რო აკეთებ, მეც ესე მეკონა, სიმართლე თუ გინდათ, მე მეკონა ძალიან მაგარი გოგო ვიქნებოდი, მარანი მექნებოდა, ესენ ჩემი ოჯახი დავამშვიდე, რამდენიმე სამსახური მქონდა თბილისში და არ ვიცი, და ესე წუთი სულ გათვლილი მქონდა დრო და სამსახურში წავიდოდი, აგერ დავრეკავდი, მეღვინე მეყოლებოდა, მე ვენახე და ყველაფერი დაალაგდებოდა თავის. ეხლა ყველაზე ბოლოს პირველი შევდივარ მარანში და ყველაზე გვიან გამოვდივარ და სუფრასთანაც არ ვუშვებ არავის, აი სადილის. მივხვდი რომ თუ შენ არა ხარ იქ ძალიან დიდი დოზით, არც ერთი საქმე არ გამოდის. მაგრამ თუ ხარ გამოდის. აუცილებლად არ მჯერა, აი მე თქვენ ხო თქვით, აი საერთოდ არავის არ მჯერა. არ მჯერა ადამიანის, რომელიც მაქსიმუმს ჩადებს და შედეგს არ მიიღებს. აი მაგას ვეუბნები ყველას. ხო, საინტერესოა. თან ალბათ თქვენ დიდი დანახარჯებით სარგე, აი ვიცი რატომ მე რას ვამბობ ადამიანები არიან. ანუ რაღაც მარნები გახსნეს, ფული ჩადეს, ვენახები იყიდეს, ალბათ გამოუცდეთ, ან ეგონათ რომ რა უნდა ამის გაკეთებას, რაღაცა ღვინოს დავწურავთ, ან გავიტანთ, ან ვერ გავიტანთ, არ ვიცი, ვერ გაიტანეს მერე და რამდენიმე ეხა თქვენი მხოლოდ მარანი არ არის, გესმით თქვენ რაღაცა ადამიანებს ღებულობთ და რაღაცა, მაგრამ აი მხოლოდ марანი რო იყოს, არავინ არ იცის როგორ იქნებოდა. აი ნახეთ, ძალიან ბევრი марანი არის ამ ქვეყანაში. ძალიან ბევრი მარანია და ნახეთ ბევრიც დაიკეტა. ბევრიც დაიკეტა, კი. ნახეთ მე რო დავიწყე აი ოჯახმა ძალიან დიდი წინააღმდეგობა რო შემხვდა, რომ რა ქვევრები, რა მარანი, ხო? მე რა გავაკეთე, დავიწყე ბაზრის კვლევა. ეხლა მე იურისტი ვარ, რაღაცები ჩემთვის ცოტა მარტივია, ხო? დავიწყე ბაზრის კვლევა. 2500-ზე მეტი ბოთლზე მქონდა ფოტო გადაღებული. აბსოლუტურად ყველა მაღაზიაში ვიყავი შესული, სადაც ღვინო იყიდებოდა, ყველა დახლი მქონდა ნანახი და მოვდიოდი სახლში და ყველა ბოთლს ვსწავლობდი. რა მოგცათ ამ? რა მომცა, ნახე, ზუსტად ვიცოდი როგორი ღვინო უნდა მეწარმოებინა, რა უნდა გამეკეთებინა. მივხვდი ბოლოს, რომ აუცილებლად უნდა მქონიყო ბიო, მაღალი ხარისხის ღვინო. მიუხედავად იმისა, რომ მოსავალი ცოტა აქვს. მოსავალი ცოტა აქვს, აუცილებლად უნდა ყოფილიყო რაღაცა ნიშური, ჩემი უნდა ყოფილიყო და არ უნდა ყოფილიყავი არავის გავლენის ქვეშ მოქცეული. ერთ რაღაცნაირად ამიღე გადაწყვეტილება და რამდენი წელია საერთოდ შემოჩვია. ზოგჯერ ამბობენ, რომ კი გიხსნის, მაგრამ შენთან საუბარს აზრი არ აქვს, ხო? იმიტომ რომ აი ზუსტად ვიცი რა მინდა, რომ მეუბნებიან, რომ მოდი ეხლა ესე გავაკეთოთ, აი მსუბუქად ეხლა, მაგალითად ამბობენ, რომ აი მე როგორ ღვინოსაც ვაწარმოებ, ხო ძალიან სხეულია, 6 თვეს რუჭაჭაზე, მე 2 წელი ქვევრში არ ვფილტრავ, ველოდები, დანაკარგია, დანახარჯია, იცით როგორც არის, რისკები ძალიან დიდია, ხო, რომ აი ესე ხარისხი არ გაგექცეს, იქ რაღაცა არ მოხდეს, მაგრამ ყველაფერზე მზად ვარ რა, ვეუბნები რომ არა ეს ჩემი გადარჩენა, ამ მარნის გადარჩენა არის ის, რომ მე ვარ და არავის არ ვგავარ რა. მე ესეთი ღვინო მექნება და ჩემთან მოვენ ჩემი ღვინის გასასინჯად. და არა ისეთი ღვინის დასაგემოვნებლად, როგორც ვთქვათ, ვიღაცას მოდის ტურისტი და აი ეს არის ბაზრისთვის მისაღები რა. არა, ბაზარმა მიიღოს. ხო, თუ რაღაცას ვამბობ, შეიძლება ვიღაცისთვის აბსურდსაც ვამბობ, მაგრამ ძალიან დიდ წინააღმდეგობას შევხვდი. მე მივხვდი, რომ მე არა მაქვს ფული, არავინ არ ვარ, ძალიან პატარა ადამიანი ვარ და ლაგვანზე არავინ არაფერი არ იცის, აბსოლუტურად ყველგან წავედი. აი პატარა გამოფენები იქნება თუ რა პატარა ქუჩის, პატარა ეზოში, რომ ფესტივალი კი არა, აი რაღაც ბაზარი გააკეთეს, იქაც წავედი ჩემი ბოთლით. ვიღაცას რომ რაღაც ივენთი ქონდა, იქაც წავედი. მე დაიწყო ამ დროს ეს პანდემია და სათითაოდ ვეძახდი ყველას, ვინც ღვინის სფეროში იყო. აი ეს ვეხვეწებოდი, ვეუბნებოდი, მობრძანდით, ნახეთ, დააგემოვნეთ და ესე მომყავდა ეს ადამიანები. მე ზუსტად მივხვდი, მაგათი რჩევით, რომ რა უნდა მეკეთებინა. მივხვდი, რომ აუცილებლად მე ვთვლიდი, რომ სტუმარს მივიღებ, ხოლმე პროფესიონალ დეგუსტაციები მექნება. აი მაგაზეც ბოდიში რა კითხვას დავსვა. როგორ ჯობია თქვენ შემთხვევაში სტუმარს ღებულობთ, მაგრამ
არ არის რთული ეს ყოველდღიურობაში. იქნება ჯობია რომ უბრალოდ აწარმოოთ პროდუქტი და გაყიდოთ. ნახეთ, ახლა ჩვენ ისე უკან დაუბრუნდეთ იმას, საიდანაც დავიწყეთ. ესე იგი, მე ვაწარმოებ და გაყიდვა მიჭირს, იმიტომ რომ ლაგვანი ბევრმა არ იცის. მე აგერ მარანში მაქვს ღვინო და ვამბობ, რომ ეს ღვინო შეინახე 20 და მეტი წელიც. არის ესე, წაიღე რომელ ლაბორატორიაშიც გინდა, არის კარგი, მაგრამ ნუ ვამბობ და აგერ ხუთმა კაცმა იცის, მეტმა არა, ხო? და მივხვდი რომ მეტი მე ფინანსური შესაძლებლობა მაქვს რომ ამაზე უფრო მეტ ადამიანს გავაგებინო. ამისთვის საჭირო იყო რომ სხვა გზა მომეძებნა. სხვა გზა იყო ყველაფერი შორის ჩადება. რაღაცა სადაც მაშინ უნდა გავაკეთებინა აქცენტი აგერ ტურისტზე. ტურისტი ძალიან ისე შევარჩიე მხოლოდ ზუსტად ვიცი ვინ მოდის, რა უნდა, როდის მოდის, როდის და მართლა ხა მაგალითად სადღაც ყიდი ღვინოს რაღაცა რეალიზაციაშიც მოქვს. ამათ ხლები ჩამოუშვა და მეორეც კიდე მოდის სტუმარი და ხვდები რომ მაგარ საქმეს აკეთებ რა. არა, ძალიან მაგარი საქმე არის, რას ლაპარაკ. ყველაზე კარგ საქმეს აკეთებ თქვენ და თქვენისთან ადამიანები, იმიტომ რომ მგონია რომ ქართულ კულტურას, გასტრონომიას აცნობთ თქვენ უცხოეთს და აცნობთ ვინა ვართ, რა ვართ, რა შეგვიძლია. ხო ლაპარაკობთ აი ღვინო, მაგრამ ახლა მართლა აგერ არის ძმაო და მოდი და ნახე. ხო ლაპარაკობთ საკვებზე ესეთი, აგერ არის მოდი და ნახე. ანუ თქვენ ხართ პატარა ელჩები ამ ქვეყნის. ოღონდ აქ ქვეყანაში მყოფი ელჩები. იცით რა არის რომ მოდის სტუმარი მარტო არ ესაუბრები ღვინოზე ხო არც ჭაჭაზე ესაუბრები ისტორიაზე ბატონო მეუბნები რომ იცი რა ნახე მე სპეციალურად მაქვს ყველაფერი ქართულია აი ყველა წერა ქართულია ვცდილობ რომ ზედმეტი არაფერი არ შემოვიტანო მარანში მაგრამ სტუმარს სულ კონდეს რომ მეუბნები რა არის ქართული ლურჯი სუფრა ამ დროს როგორ რამ რიტუალებში გამოქონდათ რამდენი დამწერლობა გვაქვს. მერე უნდა თუ არა მიირთმევს ამ თებშიდან და ყურადღებას ამახვილებინებ, ხო? 1000 რამეს ვუყები რა, ისტორიას ვუყები, საიდან დაიწყო, როგორ მოხვედი აქამდე. და საინტერესო, მერე მიდი შეიძლება საერთოდ არ უნდადეს, ხო? თქვენ ესეთი გაქრა საქართველოზე. უკან ბრუნდება და მარტო ჩემზე კი არა ესაუბარი. ჩემზე 1000 ჯერ უკეთესი კომპანიები, ტურისტული კომპანიები ვიცი, ესეთი ობიექტები, ვინც მარნები ბიცნებით მეცხოველები მეტი სიკეთე მოაქვს ქვეყნისთვის არა იმ კუთხით ქვეყნებს ვიღაცა სასაქმეს შენ საქმეს არა შენი ქვეყნის შესახებ აცნობ ადამიანებს რა ძალიან კარგია მაგას გულისხმობ რომ აქ ხართ ადგილზე და აქედან ეწევით ამ ქვეყნის კულტურის და ტრადიციების პოპულარიზაციას ეხლა მითხარით ეს რა არის ეს არის შეგიძლიათ მოჩვენოთ. კი. ეს არის ანწლი. ანწლი. აი, სუნზე. სუნზე ვიცარი და თქვენ მითხარით რომ ეს ანწლი რაღაც მომიყევით ამ ანწლზე. ანწლი ვკრეფავთ, ცხავთ და ვიშრობთ. ჩირის სახით უყრი უკვე ჭაჭაში. ნედლი არა. არა. ნედლი არ მომწონს, იმიტომ რომ ძალიან ძაფრია. და რომ თქვა დააჩირებ უფრო მსუბუქი არის და სასიამოვნო არომატი ხო აი ესეც ხო ექსპერიმენტის შედეგია დავიდან ალბათ ჩაყრიდით ეგრევე როგორც წესი მაგრამ მე ნახეთ რომ შეიძლება უკეთეს გავმოვიდეს დედა სულ აკეთებდა იმიტომ რომ იყვებით ბებო იყო საოცარი ადამიანი და მთაში ვკრებდით ამ ანწლს და იქვე აყენებდა ბებო შაქარს აყრიდა ხოლმე ეს მზეზე დადგავდა მარლას გადააფარებდა და ეს რაღაცისთვის ჰქონდა სულ სამკურნალოდ კი კუჭნაწლავს ხდება ნუ სულ მახსოვს ეს სიმძაფრე რაღაცა ძალიან სიმძაფრე ამ ანწლის და მე გავაკეთე ეს აი ეს არ არის აი ხო და პირიქით აი ეს მგონია რომ სასიამოვნოც არის სიტყვოც მოაქვს უფრო მეტი კი აი მართლა ის არის ხა ანწლის ნაყენები მეც დამილევია იმიტომ რომ ძალიან პოპულარული არის ანწლი ჩვენს ქვეყანაში ძალიან
და გეთანხმებით იმაში, რომ ყველა არის ხველებისთვისაც იყენებდნენ. ძალიან ბევრი ახსოვს რა, მაგრამ ყველა იყო ძალიან ძაფრი. ეს არ არის ეს სასიამოვნო რბილი ის არომატი აქვს ანწლის და რა თქმა უნდა ჭაჭაც იგრძნობა, რაც ძალიან კარგი არის და როგორ მიხარია რომ თქვენ ჭაჭაზე ცდილობთ ნაყენების დამზადებას, იცით რატომ რომ ბევრი კარგი გამომხდელი იძახის რომ ნაყენებისთვის და რაღაცეებისთვის ჯობია ხორბლის სპირტი. ხო, ნუ ეხა იმათ თავი რა თქმა უნდა ეხა მე ჩერაც რაც მოქვს ნედლეული. იცით რატო რომ არ აქვს არომატი იმას. როგორიც ჭაჭას ხვდებით და თქვენ თუ გინდათ რომ უკეთესი ანწლი მიიღოთ თქვათ ან უკეთესი ვარდი თუ რაც არ გინდა ის იყოს ის არის ნეიტრალური სპირტი და ნეიტრალური სპირტი უფრო მძაფრია ეს უფრო კარგად იძლევა არომატი იმიტომ რომ აქ ეხა გინდა არ გინდა ჭაჭაც იგრძნობა და თან ეს არის სადღაც 3 წლის ანწლი და აი ის იმდენად მომწონს ეხა ეს თქვენის რომ ძალიან გული წყდება რომ არ იყიდება ეს. ცოტა მაინც უნდა იყიდებოდეს სადმე, მაგრამ ნუ რა ვქნათ რა. მაგრამ რა ვქნათ. ტარხუნა. ეს არის ტარხუნა. რა თქმა უნდა ტარხუნა. აი ნახეთ ტარხუნაზეც მე ხა ცხადია ყველამ გააკეთოს რა რატომაც არა ტარხუნა ჩავყარე თავიდან ძალიან თუ გნებავთ ნუ მოყვებით არა მინდა რომ მოვყვე არა რატო გააკეთოთ ნახეთ თავიდან ჩავყარე ტარხუნა ძალიან ნედლი და ამ ნედლმა ტარხუნამ არ მოიტანა ის შედეგი რაც მინდოდა გავაჩერე დავაყოვნე ესეც ხმელი არის ახლა ჩაყრილი მე დაბერებული დავრგე ეზოში ეს ტარხუნა და ან ბაზარში ვიყიდე კიდე დაბერებული ტარხუნა. მომჭკნარი ალბათ ხო ხმელი ღერ დიდები როა ხმელი ღეროა. აი ესეთ ვიყიდე და იმან გაცილებით მეტი არომატი წამოიღო, უფრო ინტენსიურია, სანამ ნედლი ისე გფიქრობ რომ ხო ნედლია რაღაცნაირი და არა ის სიმძაფრე ნედლის არ მოუხდა როგორც დაბერებულის თუ დაძველებულის. მე არ ვიცი, მაგრამ შეიძლება იმ ნედლს და არომატთან ერთად სხვა რამეც გამოაქვს და მაგიტო. ალბათ ხო, მე არ მომეწონა ის. და აქ არის როცა გამოშრავ თქვათ და შიგნიდან რაღაცა აორთქლდა ყველაფერი სხვა ნივთიერებები, დარჩა არომატი და მისცა კარგად. აი შეიძლება ეგ განსხვავებული აქვს გემო უკვე რა იმ მე ხო ვიცი იმ ტარხუნას და ამ ტარხუნას შორის როგორი დიდია განსხვავება რა ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ნუ არა მაგრამ კი კიდევ ერთხელ გაგიმარჯობ თქვენ და თქვენს შრომას და ჯაფას გაუმარჯოს ოჯახ ძალიან მეხარია რომ ესე აკეთებთ რაღაცეებს და გაგიფასდეს ცხოვრებაში. კიდე ერთი კითხვა მინდა გითხრათ. რამდენად სასიამოვნო არის თქვენი გადმოსახედიდან ჭაჭასთან ერთად საღამოს გატარება? არა, აი, მაგარ ჩვენ წარმოდგენა ის, რომ მხოლოდ ნაბახუსებზე არის. შეხვეგეთ წარმოდგენა გვაქვს, რომ ნაბახუსებზე გამოვიდეთ ჭაჭით და ხაშით და. შეიძლება არა, აი ესეთი ლამაზი ფერის ტარხუნის ჭაჭით. შეიძლება რაღაცა სალონური საუბრები რო გაიმართოს. და იყოს ღირსეული სასმელი იყოს იქ. იცით რა არის, აი მე არ ვიცი ხო ჩემთან ნაკლებად არის ქართველი ტურისტი. აი ამ ბოლო დროს შარშან რამდენიმე ოჯახი იყო. ოჯახებით მოვიდნენ სტუმრად და ჩემს ბედნიერი არ იყო არავინ. იმიტომ რომ სხვანაირად გიხარე, რამდენიმე დღის უკან ქართველები იყვნენ ჩემთან და ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ ქართველი რომ მოდის რა, სხვანაირად გიხარია, ხო? და ეხლა შეიძლება რომ აი ეს ტურისტი რომ მოდის იმათ უფრო მეტად მოწონთ. ისინი ცდილობენ რომ აი სადამდე შეიძლება გასინჯონ, უბრალოდ ძალიან საყვარლებიან ბიჭები, გიდები, მძღოლები, ხო? შემეხვეწებიან ხოლმე რომ მე არ მაქვს ეს შეზღუდვები, შემიძლია ყველა გამოვიტანო. ხო და მეუბნებიან ან წინასწარ აუ გეხვეწები ახლა. ბევრი არა. იმიტომ რომ ზუსტად იციან რომ ყველას ააგემოვნებენ და ესენ წინასწარ მითანხმდებიან ხოლმე ან მირეკამ დამალე ესეთი ტიპები არიან და რაღაცა როგორ ჩავიყვან თბილისამ და ამაზე უხარისობ ხოლმე რომ არ დაალევით. მე გეთანხმებით, იმიტომ რომ აი ისინი უფრო აი ძალიან აინტერესებთ რა. რამდენიმე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მაღაზია სპეციალურად ვკითხე. თქვენთან რომ შემოდის
ადამიანი, ქართველი და უცხოელი. ჭაჭას რომელი ყიდულობს? 100-დან 100-ვე თქვა რომ უცხოელი რა. სიტყვაზე 100-ისთვის არ მეკითხავს, მაგრამ 100%-მა თქვა რომ უცხოელი ყიდულობს. ჩვენ არა. არ ვიცი რა გვჭირს რა. არა და რატო ვერ შევიყვარეთ ეს ძვირფასი პროდუქტი? მართლა ძვირფასია. ეხლა მე მაქვს პეტნატიც. და როგორც გითხარით, ეხლა ჩემი საწური საქაჩი ახლა რომ დავწურავთ ამ ყურძას, მაშინვე უნდა გამოწორო პეტნატი ესეთი ტექნოლოგიითა და წვენი უნდა გადაიტანო ავსში. და რომ გამოწურავ ეს ხო არ არის ისეთი ძლიერი საწური, ხო? რომ გადაგვაქვს მე ეს ჭაჭა უკვე ცალკე ავსში, მეორე დილით სავსეა იმით წვენით. ხო, მე ვიწყებ ჭაჭის დადუღდება ეს და ვიწყებ ჭაჭის გამოხდას, არყის გამოხდას რა. და ეხლა რამდენ მეცოდე, აი გული მიკუდება, გამორიცხული ახლა ის გადავაქციო, ხო? ხო, და რამდენი შრომა, ხო, რამდენი იცით ნახეთ და ამას რო რეალიზაციის საშუალება უბრალოდ ამ სასმელს, აი, ნახეთ სად მივიდა. აღარ გადაიღრება და აღარ გადაიყრება. რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, ამისი ეს რო არ არის პოპულარული ჭაჭა, ეს არის გამოწვეული რაღაცა სხვანაირი შეზღუდვებით, სხვა შეზღუდვებით. აქ რომ თქვათ, ისე რომ შეიძლებაოდეს გაიყიდოს ჭაჭა, როგორც ღვინო იყიდება, მაგალითად მე არ შემიძლია გავასხვესო, ხო, როგორც მეორადი პროდუქტი ჭაჭა. არ შეიძლება, იცით ხო ეს ყველაფერი. ხო, ნახე მეორად ვიღაცას არ შეუძლია რომ გამოხადოს, მაგრამ იგივე რაოდენობის ჭაჭა ვიღაცას რომ იყიდოს და გაასხვისოს, ამისი უფლება არ აქვს. ესე იგი ეს ადამიანი რაღაც პროდუქტს კარგავს, იმიტომ რომ არ შეუძლია, ხო? მე როგორც ხვდი აი ესე ძველი მეთოდით, ხო, ჩემთვისაც სულ ხალისობ ხომ, სულ დამცინიან ასე ჭყალებში, რომ აი რა ძალი გადგას, ხო? უბრალოდ ძალიან მეხალის, აი ძალიან მომწონს ეს ამბავი და არა, აი რა ძალი გადგას, რეები გაქვს შექმნილი ახლა. და მეორეც კიდე არის, მე გეცოდება რა, იცით როგორ არის, ალბათ უფრო მოცოდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომაა, ხო, ამას ჩადებული. ძალიან დიდი შრომა. ძალიან და მე ხო კიდევ ვიღებ რომ ჩვენ პროცესებსა და არ პროცესებს რა სუბუქად მოვაჩერებ და იმასაც არ ვიყიდ. აი ეს მე გადააქციო რა და აი რატო გადააქციო, რატო გადაყარო, ხო? და ამის კიდე მაგალითად აი სოფთიანიდან იყვნენ სტუმრები ერთხელ და ესე დამწყები ბიზნესმენები და ვიღაცას ქონდა კიდე იდეები რა შეიძლება გააკეთო. მილიონი ხილს, ხალხი ყრის ხილს. იმიტომ რომ აქციისთან უნდა მიხვიდე, რაღაცასთან უნდა მიხვიდე. ეს რაღაცა ხელმოკლეა, აი როგორც თქვენ ახსენეთ წეგან, რაღაც კონკრეტულ რაოდენობაზე აქ უკვე ხარისხი არ არის. ხლა მაგალითად მე არ ვიცი ეს ჭაჭა როგორ გავყიდო. მიზეზი იცით რა არის? ძალიან ბევრი 300 ლიტრიდან 70-ზე ქვემოთ ვაყენებ, ხო? მე ახლა რა მიღებს ამის თვითღირებულება, პლუს რამდენ გაზს ვხარჯავ, რამდენ შრომას, რამდენ ღამეს ვათანებ, ამაზე აღარ ვსაუბრობ. ეს ჩემი შრომის ამბავია. მაგრამ ამისი თვითღირებულებაც არ ვიცი. თან ნახეთ როგორი ამბავი, გარეთ ვიღაც გლეხი 3 ლარად ყიდის, 4 ლარად ყიდის. რეალურად ის უკვე რაოდენობაზეა, ხარისხზე არ არის ორიენტირებული. არა, ის რაოდენობა თვითღირებულებაც კი არ არის ამის გესმის. ხო, აი მე ალბათ იშორებს რა. ხო, აი რაღაცა სოფელში ფიჩხი ქონდა, შეყარა, გამოხადა და ხო, და რამდენი შრომა, აი რატო ამას რო ფასი კონდეს, ის გლეხის დაინტერესებული იქნებოდა, რომ ნახეთ, ეს უნდა წაიღო ლაბორატორიაში, ძალიან მარტივად, იმისი რაღაც ბარიერის გადალახვა რო იყოს მხოლოდ ლაბორატორია, რომ ნახეთ თუ წაიღებ ლაბორატორიაში და ლაბორატორია მოგცემს დასკვნას, რომ ეს არ არის შენ პატიოსნად გააკეთე რაღაც იქ არ არის ისეთი ეთერზეთები, რომელიც მომწავლელია, ხო? კი ბატონო, რაღაც აი ეს ხილის არ არის, შეგიძლია რაღაც კონკრეტულ თანხას, იცით რა ამბავი იქნება? ეხლა ხო გვაქვს ღვინის პოპულარულიც გახდება თან. მერწმუნეთ, ეხლა ხო გვაქვს ღვინის ფესტივალები, გვექნება ჭაჭის ფესტივალი, აი როგორც კახეთში და ეს ერთჯერადი კი არა. აი ძალიან ინტენსიური იქნება და მერწმუნეთ კიდე იმაზე მეტი მომხმარებელი ნაკლები არ ეყოლება სანო ჩოგვინოს, ხო? აი ძალიან კარგია რომ მაგაზე საუბრობთ, იმიტომ რომ თქვენ უკვე იცით ამის ფასი. ხო. ეხლა ჩვენ რომ ვესაუბრებოდეთ ვიღაცას ვიც ამის ფასი არ იცის, ის ამ სიტყვებს ნამდვილად არ იტყოდა და ძალიან გამიხარდა თქვენ რომ ამას ამბობთ. ხელშეწყობა შექმნის ამ პროდუქტის პოპულარიზაციას, ღირებულების გაზრდას
და მეტ სიკეთეს და ეკონომიკურ შემოსავალს. რა თქმა უნდა, ის გლეხიც გადაიხდის რაღაცას. თუ შემოსავალი ექნება, ხა 3 ლარის მაგივრად თუ ადამიანს ეცოდინება, რომ 15 პირობითად ვამბობ. არა, 3 ლარად როგორ შეიძლება ამის გაყიდვა? ჯერ ეგ ღვინოს ვერ გაყიდის. ნუ რა ისე ყიდიან, ნუ სოფელში ხო იცით და ჭაჭა როგორ კი მეც აქვე მაქვს სოფელი შორს არა მაქვს, მაგრამ ვიცი ეს ეხდება ხოლმე. ღვინოსაც ყიდიან 4 ლარად და 5 ლარად. ხო, იმიტომ რომ ადამიანმა არ იცის საწყა იყოს, რა გააკეთოს, რა. აი მაგალითად ახლა ისე უკალუბრუნდებით. ჩემი გადარჩენაც, ხო, ლაგვანის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო ის, რომ დამეწყომეს სტუმრის მიღება. სხვანაირად მე იგივე გზას გავიuliდი, როგორც თქვენი ნაცნობები. კი, ასე მოხდა ნამდვილად, იმიტომ რომ მხოლოდ მარნით და ღვინის წარმოებით და ალბათ გატანით, არ გატანითაც ეგ ძალიან რთული არის. მოკლედ, ცოტა სხვა საკითხი არის, სხვა თემა არის. ღვინოზე სხვა დროს ვილაპარაკოთ და მის გატანაზე. ეხლა რა არის? ეს არის ალუბალი. ალუბლის ფოთლები არის თუ ალუბალი? თვითონ ალუბალია ნაყოფი. მამუკა ჯაფარიძესთან რო ვიყავი გადაღებაზე. ალუბლის ყუნწებით კაკლის უღელს რო აკეთებენ. ალუბლის ყუნწებით ქონდა გაკეთებული. იცით რა სასიამოვნო იყო? ფერიც რაღაცნაირი ესე მოყავისფრო ქონდა. ძალიან არომატული არ არის ეს უფრო ფერს აძლევდა რა. სინჯეთ თქვენს ძალიან საინტერესო არის. აი, იმიტომ რომ კაკლის უღელი რაღაც ცოტა სოდნავ სიმწარეს აძლევს თავისას რა. აქ კაკალს ეგ. კაკალს დაძველება უნდა. ხო და ალუბლის ყუნწები, აი მხოლოდ ყუნწები ქონდა ჩაყრილი და ფერი ქონდა, აი თითქოს ის კაკლის უღელზე არის და მაგრამ რომ გავსინჯე ის სიმწარე არ ქონდა და ძალიან სასიამოვნო და კარგი დასალევი იყო და თქვენს გირჩევთ რომ ცადოთ. თქვენი აზრით რა საძლევს სხვადასხვა მცენარე ჭაჭას? სხვადასხვა სიცოცხლეს. რა კარგად ლაპარაკობ. მართლა, იცით რატო? ერთი არ აგავს მეორეს. არც ერთი აქედან, არც ერთი სასმელი არ მეორდება, გემოში არ მეორდება. და რომ მოდის ადამიანი, იკითხები რომ როგორი მოწონს, აი რა მოწონს, ხო? და ზუსტად იცი რა უნდა შესთავაზო. იმიტომ რომ ხო, აი საერთოდ არ მეუბნება. ამათ ყველას თავისი ხასიათი აქვს. ყველას აბსოლუტურად. ყველა თავისებური არის. შეიძლება ზოგი სევდიანი იყოს, ზოგი მხიარული იყოს, ხო? რა თქმა უნდა, ხო. პიროვნებებივით არიან რა. აი, კარგია რომ ასე უდგებით ამას. ყველა სახასიათოა, ერთი არ მეორდება. ზოგი შეიძლება ზამთრის იყოს, ზოგი გაზაფხულის, ზოგი ზაფხულის. ესეც შეიძლება. ძალიან საინტერესოა და მე ვიცი ხოლმე ქალბატონს რა შევთავაზო, მამაკაცს რა შევთავაზო, ვისაც საერთოდ არ უყვარს ჭაჭა და მეუბნება რომ იცი რა მე მაგარ ალკოჰოლს ასმელებს არ მევირთმევ, იმისთვისაც მაქვს გამოსავალი მოძებნილი, რომელიც შეიძლება შევთავაზო და საინტერესოა რა. და ბოლოს იქამდე მიდიხარ რომ ითანხმებ იმ ადამიანს რომ ხო რა არის კიდე კარგი და მე მოსწონთ ხო რა თავარი ხო რო გასინჯას ხო ეს ძალიან გემრიელი არის. მართლა ძალიან გემრიელი არის. ეს 4 ხა რაც გავსინჯე. ყველაზე ძალიან ანწლი მომეწონა. მართლა უღონთ. ეხლა მინდა გაგასინჯოთ. არა, ერთი მაქვს დარჩენილი იქ. ეს არის კუნელი. ან კუნელი. კუნელი ძალიან გულისთვის არის. ხათა შორის ალეკო მითხრა. კი, გულისთვის არის და ისე ჩემო მომცა ისე სულ. ო, ალეკო ძალიან კარგია კაცო. თვითონაც ალეკო მომცა ის დიდი ბიძგი რომ ჭაჭას უფრო ჩაუღრმავებოდი, შემყვარებოდა, დამეფასებინა და დამეწყო ამაზე ლაპარაკი რა. ალეკო და კიდე რამდენიმე ადამიანი არის, რომ და თვითონ ალეკოს ძალიან უყვარს ჭაჭა, გვერდიც აქვს ესეთი ჭაჭა რა და ცდილობს რომ სულ იმას აქნას ხოლმე ჭაჭაზე ელაპარაკოს, ამიტომ ალეკო ძალიან ძვირფასი ადამიანი არის ჩემთვის. მოდი ალეკოს გაუმარჯოს. ყველა იმ თქვენს მეღვინეს გაუმარჯოს, ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვინც ამ სფეროშია, ამ სფეროს აფასებს, უყვარს ეს სფერო და პატივს ცემს და თან ცდილობს კიდევ ერთხელ
ცოდნის შენახვა არ შეიძლება მე ასე მგონი. კი, მეც. ცოდნა არ გეკუთვნის შენ უნდა ადამიანს. გასცე. უნდა გასცე, ხო, ამაზე დიდი გაცემა ალბათ არ არსებობს რა. ხო, რაც უფრო ძლიერი ბევრი გეყოლება გვერდით, მით. ალბათ ჩვენი მგოსანი რო ამბობდა რომ რასაცა გასცემ შენია, რაღაც გონია რომ ცოდნა არა. სხვას ვერაფერს ვერ გასცემ ისეთ ძვირფას როგორიც ცოდნა არის რა. გაუმარჯოთ, ყველას გაუმარჯოთ, ვინც ამ სფეროში არის. კუნელი. ყველაფერი გაცივდა, ხო არ გადავიდეთ ცოტა ხანი და მე გავაქცევოთ. არა, ის არის ხოლმე, რომ როცა საუბრობთ ხოლმე ამაზე, კი ბატონო, აი ამასაც დავაგემოვნებ და შეიძლება, მაგრამ ცოტას გადავიღებ კიდევაც თქვენს უფრას, რომ მე ვაჩვენო რა ხდება და როგორი გარემო არის მეგობრებო, ქართველებო პირველ რიგში, თქვენ შეგიძლიათ ახმეტაში ჩამობრძანდეთ, ლაგვანის მარანში მობრძანდეთ, ნახავთ როგორი სასიამოვნო გარემო არის და როგორი გულთბილი მასპინძლობა დაგხვდება და რაც თავარია თქვენ დაგხვდებათ საქართველოში ყველაზე დიდი კოლექცია დაჭების შეხამებული სხვადასხვა ნაყენებთან და უგემრიელესი და მაღალი ხარისხის და მაღალი დონის ღვინო. აქაურობა არის პატარა 64. დიდი მადლობა. ვაუ, საინტერესო, ესეც კარგია. ნახეთ მე მითხრა, რაღაც ნაკლებს ძალიან საინტერესოა. აი ხა უკვე ის არის ანწლსა და ამის შორის დაიწყო ჩემთან. ძალიან ბევრს უყრი კუნელსაც და ანწლსაც. ალბათ იცი რა ის არის დოზებსაც მე თანდათან ხო სწავლობ ხო? სწავლობ რა. იმას აქვს. აი მე მომწონს როცა თვითონ ნაყენის ინტენსიური გემო მოდის ის ჭაჭა ნელ-ნელა რბილდება. ზოგი მეუბნება რომ შაქარს ხო არ აყრით, შაქარს ცხადი არაფერში არ ვიყენებთ, მაგრამ ეს მე ნაყენს აი ამ წიფწას ან ამ ჩის წიფწაზე მომიყევით ძალიან გთხოვთ რა, იმიტომ რომ ზოგადად გამოხდის დროს თუ არ ჩაყვება შიგნით წიფწა ქვაბში არის ძალიან კარგი. იმიტომ რომ თავისებურ სიმწარეს აძლევს და ცუდ ზეთებსაც წარმოქმნის. და ამიტომ ხანდახან ხდიან ხოლმე რამდენჯერმე რომ აი თუ ძალიან წიფწიანი ის არის ნედლეული ხანდახან ჭირდება. მაგრამ თქვენ რაღაცა ახალი მოიფიქრეთ, რომ გააშრეთ ეს წიფწა. კი. ამოვიღე ქვევრიდან. ჯერ აშრომატევადი არის ხო? კი. წიფწე ხამხან და როგორ გააშრო და ამ გვაქვს და ვრეცხავთ. თუ არ გარეცხე იქ ის არის ცოტა უნდა წყალიც მოაშორო, იმიტომ რომ ძაფრი სუნები აი რაც გითხარით იქ ჭაჭის განხვა მოდის ქვემოთ. და მე იქ ზედმეტი ლექი აქვს ქვემოდან ის წიფწის და ჩენჩოები ამას. მოკლედ კარგად ასუფთავებ. ვასუფთავებ კარგად და მე ვაშრობ. ვაშრობ დიდხანს. აი შეიძლება 3 თვეც დამჭირდეს გაშრობის. ძალიან დიდხანს ვაშრობ, რომ აი ხელს რომ მოკიდებთ, ხელითაც კი შეიძლება იფიქროთ, რომ დავქვავთ ამ წიფწას. ხო, მე მესმის რასაც ამბობთ. ბოლომდე ვაშრობ. და ამ დროს ასხავთ მე. და მე გადამაქვს მასში რა ქვია, არაღში. და ვაჩერებ 2 წელი. და ხო გავრეცხე, გავაშრე და ყველაზე მაღალი გრადუსი, რაც არის ჩემს ჭაჭებში აქვს წიფწას. ძალიან საინტერესო. მართლა საინტერესო. ფერიც გემოც ძალიან ისეთი ინტენსიური, ზოგს რო ვასმე, ვეუბნები გამოიცანი რა არის. ნუ გამოიცხო. რომელი არის? ეხლა გეტყვით. დეკა. მოკეთ. ჯერ ალამაზი ფერებია, რო შეხედავ ისეთი ის არის, რა ქვია, ფერთა გამა რო მე მგონი ეს არის კონელი, მუქი ფერა ის არის წიფწა. აი ძალიან ცოტა აქ შეიძლება. გრაპას ჭიქაში. აღეთ რამდენი ჭიქა გვაქვს? ძალიან კარგი არის ეს ჭიქა. ეს არის წიფწა. ეს არის ნახეთ, აი რამდენი ამბავი მოვყევი წიფწაზე, რომ გავრეცხე, გავაშრე, ძალიან გავაშრე თუ გამოვაშრე და რაც იღებს ამ ფერს. და ნახეთ როგორი ინტენსიურია სულშიც, გემოშიც. აი ხა იცით რა არის? თქვენ მე რო არ ვიცოდე რომ წიფწა არის, მართლა გამიჭირდებოდა გამოწვა. ამებს უფრო გამოიწვევ ხვდები, კუნელი, ანწლი, რაღაც ალუბალი შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება წიფწასთან მაქვს შეხება, ძალიან გამიჭირდებოდა. ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს და
თითქოს არ ვიცი რა არის რაღაცა. ვაუ, უნდა გავსინჯო. საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. აი ხა ეს ამდენ ექსპერიმენტს დიდი ქარხნები ვერ ატარებენ. თქვენ როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება? მოგნებით რომ ეს არის ჩემი აი როგორ გიცხრათ ეს დიდი გასართობი არა. სერიოზულად ვარ ამით დაკავებული. სულ მაქვს ახალი ხა რამდენიმე მაქვს კიდე რომელიც ახალი დაყენებული მაქვს და ჯერ დრო ჭირდება რომ ვიფენათ და სულ ყოველ ახალ ჭაჭაზე გამოხდაზე მაქვს ახალი რაღაც ნაყენი იდეა ნაპოვნი რაც უნდა დავასხა დავაყენო და დაველოდო. ერთმა მოგიმართეთ. კარგი, ცოტა ხანი აქეთაც გადავინაცვლოთ და მე შევიდეთ იქ, რა ქვია. აი მეგობრებო. უბრალოდ მეგობრებო, რო ვიძახდით რა გარემოში ვართ. აი რა გარემო არის აქ. არაჩვეულებრივი გიმასპინძლებენ ძალიან კარგად, გულთბილად დაგხვდებიან. ნახეთ გარემო. ეს არის ახმეტაში. შიგ ახმეტაში. აი აგერ არის ბუხარიც აქ შვენივრად სუფრა იქით აქვთ მარანი ძალიან მაგარ ღვინოებს აწარმოებენ თავისი ვენახებით და რა თქმა უნდა ჩვენი ჭაჭები არის უთბილესი გარემო უკარგესი გარემო მე თქვენ აქ დაგახვედრეთ ეს არის თუშურად მომზრ თბილი არაყი. ეს რა არის? ეს არის თბილი არაყი. თუშები ესე მიირთმევენ, აი მეცხვარეები მთათუში. დღემდე ესე მკურნალობენ თავს ასაკოვანი თუშები, ცუდად რო გახდებიან, მაგათი წამალი არის თბილი არაყი. რა საინტერესო ხვევით, სამთელი უნთია და მუდმივად თბილი არის. აქ თბილი არაყიც მოგიმზადეთ. აი აქ რო ჩამოხვალთ თბილი არაყიც იქნება. კოტორიც მოგიმზადეთ, რაც აი თუშებისთვის თბილი არაყი და კოტორი, ფშავლებისთვის დამბალხაჭო და არაყი და კახელებისთვის ხინკალი და არაყი. მოკლედ ყველანაირი კუთხე არის აქ რა. ეხლა ჩვენ გადმოვედით მეგობრებო ლაგვანის მარანში უშუალოდ, სადაც აქ ღვინდება და მწიფდება ხოლმე ღვინოები და ქალბატონი სანათა მოგვიყვება ამ მარნის შესახებ. ეს არის პირველი ადგილი, სადაც დაიწყეთ უკვე მეღვინეობა, ხო? შესანახი სხვაგანნა გაქვთ როგორც ვიცი. კი, შესანახიც აქვეა გვერდით, მაგრამ აქ მხოლოდ უკვე მწურავთ ღვინოს და დავარგება ხდება ქვევში. 6 თვე გვაქვს სრულ ჭაჭაზე, 6 თვის მერე გადაგვაქვს ქვევში, ხსნით ლექიდან და 2 წელი ვაყოვნებთ აუცილებლად 2 წელი ქვევში. ეს არის მინიმუმი. მინიმუმ, კი, ზოგი ღვინოს 2 წელი 6 თვე, 8 თვე უწევს ქვევში ყოფნა. და არ იფილტრება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. რა ღვინოები გაქვთ აქ? რქაწითელი, მწვანე კახური, ქისი, საფერავი, ორბელური, მწვივანი და ხიხვი. თავიდანვე ამდენი არა, თავიდან დავიწყე მხოლოდ რქაწითელი და მწვანეთ, მერე დავამატე ქისი, საფერავი და შემდეგ ესე ეტაპობრივად. ნახეთ, მე მაქს ყველაზე ბევრი ავდივართ 10000 ბოთლამდე წელიწადში. რომ ცოტა მეტის დაწურვად შემიძლია ცხადია, მაგრამ აუცილებლად გამექცევა ხარისხი, ვერ მივიღებთ იმ შედეგს, ეხლა რა შედეგი გვაქვს. დავამატე შეიძლება 10000 არ ცდებით. არა. არ გავხსნით. კაცრად 10000 10000 არ გავხსნით არასდროს. და სამაგიეროდ ადრე თუ მქონდა მაგალითად 3 4 ახლა მაქვს 8 და კიდე მინდა რომ რამდენიმე დავამატო, მაგრამ რაოდენობა ისევ იქნება 10000. ანუ შეიძლება 10 ღვინო გქონდეთ, მაგრამ ბოთლი 10000. ბოთლი 10000.
გასაგები არის ალბათ იმიტომ რომ უკეთესად უვლით 10,000 და 10,000-ზე ზევით უკვე ძალიან რთულია. ძალიან რთულია. მაშინ სხვა ტექნოლოგიები გჭირდება, სხვანაირი გარემო გჭირდება და კიდევ შესანახით სხვა გინდა ავზებიც, მაგისი ადგილიც არ არის და იმას ჯობია რომ მცირე რაოდენობა აწარმოო და ხარისხიანი, სანამ აქცენტი გააკეთო რაოდენობაზე და კაცმა არ იცის რამე. აი ეს ქვევრები რა არის ახლა? დეკორაციული ალბათ. არა, აქ წურავთ კიდევაც და ვინახავთ კიდევაც ღვინოს. და ნახეთ მე რომ დიდი ზომის მარანი მქონდეს და არა ისეთი პატარა როგორიც არის. უკვე ჩასვავდით ქვევით, ხო? ქვევით არის თითქმის ყველგან აქეთ შესანახი ქვევრებია იქით და ჩასაწური, მაგრამ ავზების მაგივრად მექნებოდა ეს. საერთოდ არ მექნებოდა. საინტერესო რამეს საუბრობთ ახლა. ეს არის ღვინის შესანახი ქვევრი და არა სადუღარი. აი დიდ რომელიც დგას მიწის ზევით, თქვა ავზის ნაცვლად, ხო? ამის ნაცვლად. უკეთესი არის ამ შემთხვევაში. ნუ ეხლა არ ვიცი, ეგ ძალიან ისეთია საკამათო თემა, ყველას თავისი აზრი აქვს და მაგიტოა საინტერესო მცირე მარანი, რომ არც ერთი ერთმანეთს არ გავს, ხო, ყველა განსხვავებულია, თავისი მოსაზრება აქვს და ისეთ ღვინოს აწარმოებს, როგორიც უნდა და მოწონს, ხო? და მე რომ შემეძლოს, აი მართლა ესეთი დიდი ცოტა უფრო დიდი იყოს, აუცილებლად მხოლოდ დერგები მექნებოდა და ქვევრები. საერთოდ არ შემოვიტანდიავს. ძალიან საინტერესო რამეს ამბობთ, იმიტომ რომ ნახეთ, ჩვენ ამოგვაქვს ქვევრი და გადაგეცვალა მასში ერთად შენახა ესეთი რაღაც ხალხებით 2019-20 და 22 დანარჩენი 23, 24, 25 ჯერ არა. და ვილახოთ ან ავზებში, ან უკვე ანუ 2 წელი თქვათ დამწიფდა ქვევრში, ქვევრიდან ამოდის უკვე ავზში და ავზიდან იყიდება. არა, ავზიდან ბოთლში. ავზიდან ხო, რა თქმა უნდა, ავზიდან ბოთლში, მე მაშინვე არ ვყიდით, რაღაცა პერიოდი გადის, ვადროვებთ, შევხედავთ, რა ქნა, მივხედავთ, იმიტომ რომ არ იფილტრება ღვინო. არ მომწონს გაფილტრული ღვინო. არ მომწონს ახალი ღვინო. და კიდევ ეს ისეთი ხო, გემოვნების საკითხი არის ახლა, ბევრს მოწონს ახალი ღვინო. აი მაგიტო ვამბობ, რომ მაგიტო ეს მაგარია, რომ ბევრი მომია. რა, იმიტომ რომ ყველას გემოვნებას ყველას არჩევს, აკმაყოფილებს, იმიტომ რომ სადაც იმისი გემოვნებისთვის შესაფერისი ღვინოა და არ მოვა ჩემთან და აქ უკვე სხვა რაღაც ხდება რა, აქ თქვენი ხასიათით ჩანს ალბათ, როგორც მემარიის მეღვინის ხასიათის. ხო, ბევრს მოწონს ახალი ღვინო, მე მოწონს ძველებული, დავარგებული ღვინო. ალბათ ჯიშს გააჩნიეს. ხო, ჯიშს გააჩნია, და ჩვენ კავშირი შედება. ძირითადად ან თქვენ სხვა რეგიონებიდან არ ჩამოაქვთ, ხო? მხოლოდ ახმეტის ყურძენი ძალიან კარგად გზნობს თავს ქვევრში. ასე რომ. ეს ტურისტებისთვისაც ის არის, ხო, აქ შემოდიან ხოლმე. ძალიან საინტერესოა, ძალიან საინტერესოა მათთვის. თვითონ ქვევრის ისტორია, რომ ყვები რა ხდება, როგორ არის ახლა ძალიან ბევრია, ახლა ესპანელები და ვინ არა, ყველას აქვს ხო თიხა, ხო თიხა არავისთვის სიახლე არ არის, ამფორები ხო, მაგრამ ნუ ყვები შენ ისტორია საიდან დაიწყე, როგორ მოვიდა, მაგალითად ლაგვანიც ისეთი ამბავია, დიდი ზომის ქვევრია რა. თვითონ ქვევრი ხო გვიან შემოდის ქართულ ლექსიკონში. იქამდე ძალიან ბევრი სახელი ერქვა ქვევრს და ლაგვანი დიდი ზომის ქვევრს ქვია უშუალოდ. და 1800-დან ესეთი ფორმით იყო თავიდან სუპერულად ნაპოვნი ქვევრები, როგორც ვიცი, ბრტყელფაზე იდებოდა და წვეტიანი ძირი არ აქონდა პირველად ნაპოვნ ქვევრებს. და შემდგომ უკვე გაიზარდა ეს შეიცვალა ტექნოლოგია და ფორმა შეიცვალა და უკვე წაწვეტებული ქვევრი ქონდა. თორე დაახლოებით ახლა რაც პირველად ნაპოვნია კიდე რაღაც პირველად მქონდა შემდგომ ეტაპში ძველი ქვევრები ნაპოვნი ქონდათ ესეთი სადგამის ფორმა და ეს თემა რომ ეხლა თქვათ ესპანელი მოდის და გეუნებანიზაცია ჩინელი რომ ნახეთ ჩვენთანაც 1000 რამე შენეუბნები რომ თქვენთანაც კი არის მაგრამ ეს ჩვენთან მაშინაც იყო და ეხლაც არის რა
ხო, კი ბატონო, არა, მაგათანაც მართლა იყო უბრალოდ ჩვენი პლუსი ამ შემთხვევაში ისაა, რომ უწყვეტი ტრადიცია გვაქვს იმის რა ქვია, ქვევრში დაწურვის და მაგით ვამაყობთ ჩვენ რა. ხო და ეს ფორმა მაგალითად სადგამი ქვეყნის ფორმა არის პირველ ყოფილი ფორმა როგორც თქვენ იცით ხო? ხო, ну, სულ პირველი ახლა რაც ნაპოვნია წვეტიანი ქვევია, ხო, წვეტიან სამფოს, მაგრამ შემდგომი ეტაპისთვის აი ძველად შემდგომი ეტაპს არის მსგავსი ქვევრები ნაპოვნი, რომელიც ტყელქვაზე იდებოდა და ისე იდგმებოდა მიწაში. და მე როგორც აღმოჩნდა ეს სიმძიმეს უკვე რომ გაზარდეს ქვევრის ეს ქვა ვეღარ უძლებდა და რაღაცა შეცვალეს ეს ფორმა რა. და ეს ამფორის ეხლა თუ იმის გონია რომ ეს ახალია და ეხლა მოიგონოს ეს არ არის ახალი რა. აი ესეთი ფორმის ქორებს იყენებდნენ ჯერტი და როდის ქართველები და ეხლა ძალიან საინტერესო რამე თქვით შეიძლება ბევრი მარანი დაინტერესდეს კიდევაც იმითი რომ არა მხოლოდ მიწაში არამედ თქვა ზევითაც შეინახოს ღვინო აუზის ნაცვლად ჯერტი სიფხე აქვს ხო? ეხლა ეს რაღაც რაღაც ხო სიფხე აქვს რაღაცა მაგრამ გასარეცხად ძალიან მიოლი არის აუზები და მოსავლები ეხლა ქვევრიც ძალიან საკამათო თემაა რა ქვევრზე იმდენი რამე შეიძლება მოისმინოთ რომ შეიძლება არც დაწევოს რაღაცა ქვევრში ხო როგორ ჯობია ესე ჯობია ისე ჯობია ზოგი ამბობს რომ ნახე უნდა გასამთლო, ვიღაც ამბობს რომ არ უნდა გასამთლო, ვიღაც ამბობს რომ გამოწვის პრობლემა არის. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ალბათ ეს ფსიქოლოგიაც ათვლი და სუნთქავს რა და აი ეს თემაც არის რაღაცნაირად. ხო რა, უფრო ჩვენი. უფრო ჩვენია. სუნთქავს რა, აქაც სუნთქავს და იქაც და რაღაცნაირად უფრო ისაღებია. ძალიან კარგი მშვენიერი პატარა ესეთი გადასარევი მარანი არის. სადაც რამდენიმე კახური ჯიშის ყურძენი იწურება და ყველაზე კარგი და ყველაზე მთავარი რაც არის რომ ეს დაწურული ყურძენი წლიდან წლამდე საღდება და ხმარდება ამ მემარნეობის და მეღვინეობის გაფართოებას და სტუმრიანობის უკეთ დახვედრას. ძალიან დიდი მადლობა ყველასთვის. მე ვარ გახარებული პირველ რიგში იმით რომ თქვენ ძალიან ბევრი სახის ჭაჭა გაქვთ. ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო და ძალიან მესიამოვნა ამ ხრივ თქვენთან ყოფნა და ძალიან მომეწონა თქვენი მარანი. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ, ახარება მოგცეთ, სტუმრიანობა მოგცეთ და ბარაკა კიდევ ერთხელ. მადლობა. კარგად იყავით. კარგად ზანდებოდით.